ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და USAID-ის დაკვეთით საქართველოში ახალი კვლევები ჩაატარდა. კვლევა ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა, ტექნიკურად კი კვლევითმა ორგანიზაცია გელაპმა შეასრულა. გელაპი პოპულარული და ავტორიტეტული კომპანიაა, რომელიც კვლევითი ორგანიზაციების საუკეთესო ხუთეულში შედის და მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე აქტიურად მუშაობს. შეერთებული შტატების მთავრობისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული კვლევა IRI-მ საქართველოში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 1500 ადამიანი მონაწილეობდა. ცდომილება 2.5% არ აღემატება. მოსახლეობა გამოიკითხა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, დამოკიდებულებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის მიმართ და ნატოში ინტეგრაციაზე. კვლევამ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებიც აჩვენა. კვლევითი ორგანიზაცია გელაპის დასმულ კითხვაზე ბოლო 12 თვის განმავლობაში გადაგიხდიათ თუ არა ქრთამი, გამოკითხულთა 98% პასუხობს, რომ არა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი კვლევებმა მხოლოდ ნორვეგიაში აჩვენა. რომელ სფეროებში უნდა ჩაატაროს საქართველოს მთავრობამ რეფორმა, გამოკითხულთა უმეტესობა პრიორიტეტებად ასახელებს ეკონომიკას, ჯანდაცვას და განათლებას. საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი წარმატება, გამოკითხულთა 19% პირველივე ჯერზე ამბობს, რომ ენერგოსექტორი, 18%-ის აზრით გზები, 9% კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესება, 7% ინფრასტრუქტურა და 6% პოლიცია. გელაპა გამოკითხულებს სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების შეფასებას თხოვა. 92% მიიჩნევს, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს აქვს შეერთებულ შტატებთან. 94% მიიჩნევს, რომ ყველაზე ცუდი ურთიერთობა საქართველოს აქვს რუსეთის ფედერაციასთან. რომელი ქვეყანა არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და რომელი ქვეყანა არის მტერი? გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ შეერთებული შტატები არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, ხოლო 83% რუსეთს ასახელებს საქართველოს მტრად. უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. გამოკითხულთა 74% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში შესვლას, 14%-ს არ სურს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება. დაუჭერთ თუ არა მხარს მიხეილ სააკაშვილს, რომ დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. გამოკითხულთა 56% სურს მიხეილ სააკაშვილი იხილოს პრემიერად, 29% მხარს არ უჭერს. IRA-ის კვლევამ გამოკითხულებს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის შეფასებას თხოვა. 87% ენდობა ჯარს, 84% პოლიციას, სასამართლო სისტემას 49% და განათლებას 52%. 2004 წელს ჯარისადმი ნდობა იყო გამოკითხულთა 28%, პოლიციას ენდობოდა 49%, სასამართლო სისტემას 22%, ხოლო განათლების სფეროს 22%. მომდევნო კვირას რომ იყოს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? გამოკითხულთა 42% ხმას მისცემდა ნაციონალურ მოძრაობას, 11% ქრისტიან დემოკრატებს, ლეიბორისტულ პარტიას 4%, ირაკლი ალასანიას გუნდს 1%, დანარჩენმა პარტიებმა 1%-იც ვერ დააგროვეს. გამოკითხულთა 77% პოლიტიკურ ლიდერთა შორის ყველაზე პოზიტიურად აფასებს მიხეილ სააკაშვილს. უარყოფითი შეფასება მას გამოკითხულთა 18%-მა მისცა. ვინ შეიძლება საქართველოში ყველაზე კარგად დაძლიოს უმუშევრობა? გამოკითხულთა 51% ასახელებს მიხეილ სააკაშვილს, გიორგი თარგამაძეს 7%, შალვა ნათელაშვილი 5%, ირაკლი ალასანია 2%. კითხვაზე თუ ვინ აღადგენს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ყველაზე კარგად, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყველაზე კარგად შეუძლია მიხეილ სააკაშვილს, 5% ასახელებს გიორგი თარგამაძეს, 3% შალვა ნათელაშვილს, 3% ირაკლი ოქრუაშვილს, 2% ირაკლი ალასანიას და ნინო ბურჯანაძეს. ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებს პოლიტიკური პარტიები და ექსპერტები აფასებენ. რა კომენტარები კეთდება მიღებულ შედეგებზე? თემაზე ჩვენი კორესპონდენტები ლიკა ხურციძე და ნინო გომართელი მუშაობენ, რომლებიც პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბნენ. ახლა პირდაპირ ეთერში ლიკა ხურციძე გვერდება. ლიკა, რას აცხადებენ და რამდენად ეთანხმებიან მიღებულ შედეგებს შენი რესპონდენტები? ნინო, როგორც ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც ამბობენ, იმდენად მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ინსტიტუტი არის ეს რესპუბლიკური ინსტიტუტი, იგივე გელაპი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციები და ქვეყნები უკვეთავენ თავიანთ კვლევებს. რაც შეეხება ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის და თავად მიხეილ სააკაშვილის მაღალ რეიტინგებს. როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, კვლევის შედეგები არის სწორედ მოსახლეობის შეფასების ინდიკატორი და ამ შეფასების ინდიკატორი ასევე არის ისიც თუ როგორი მხარდაჭერა აქვს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე. ამ შემთხვევაში მოსახლეობისთვის, რომელიც მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს და ეს განაპირობებს მათ რეიტინგს, ეს არის სწორედ ადეკვატური იმ შეფასებების, რომელიც საქართველოს მისამართი და საქართველოს მხარდასაჭერად კეთდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი გავლენა და ინდიკატორი მოსახლეობის აზრზე, ასე აფასებენ პოლიტიკოსები გელაპის კვლევის შედეგებს.
ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი არჩევანის გაკეთებისას მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ საერთაშორისო თანამეგობრობა და მისი საუკეთესო ნაწილი ასე ვთქვათ ვის აძლევს პრიორიტეტს და ვის უჭერს ხარ და ვის შესწევს ვის აქვს მეტი რესურსი იმისათვის რომ აი საერთაშორისო ვთქვათ საზოგადოებაში მეტი დასახდენი ქონდეს და ქვეყნისთვის მეტი დივიდენდები მოიპოვოს. გამოკვლევები ასახავს რეალურ სურათს. მიუხედავად იმისა, ეს მოწონს თუ არა თქვათ მთლიანად მთელ საზოგადოებრიობას და პოლიტიკურ ძალებს. მთავარი ფაქტორი ეს არის გამოკითხულთა რწმენა და ნდობა, გამოკითხულთა რწმენა და ნდობა, რომ დღეს არსებულ ხელისუფლებას უკეთესად შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა. საერთოდ ნებისმიერი გამოკითხვა, სოციალური გამოკითხვა, ეს არის ბარომეტრი რისი, საზოგადოების ნდობის ბარომეტრი არსებული ხელისუფლების მიმართ. კვლევის შედეგების დღეს ყურადღებით გაეცნენ როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. ორივე მათგანი აკეთებს თავიანთ შეფასებებს და აცხადებს თავიანთ მოსაზრებებს ამ კვლევებთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბუნებრივია სასიამოვნოა ფაქტი, როდესაც მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორედ ის დაკვეთები, რაც კვლევის მეორე ნაწილში არის ასახული და რა დაკვეთასაც მოსახლეობა მართულ გუნდს უყენებს. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ამ შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცენტული მაჩვენებელი 11% ქრისტიან დემოკრატები აცხადებენ, რომ ამ კვლევაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ გელაპი არის აღიარებული ორგანიზაცია და ასევე იქნებ, რომ დიდი ხანია უკვე ცნობილია, რომ მოსახლეობა რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერ განცხადებებს აღარ აკეთებს და მათ ურჩევნიათ სტაბილური კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ამ შემთხვევაში მოსახლეობის მოსაზრებებს ახმოვანებს პარლამენტში. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს არ გვაძლევს მათ мотиваციას იმისას, ვთქვათ, მოდუნდეთ და ასე შემდეგ. პირიქით, ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ჯერ კიდევ ქვეყანაში, ვისაც ძალიან უჭირს და სწორედ სამუშაო ადგილები და დასაქმება არის მთავარი პრიორიტეტი, ამას ყველა კვლევა გიჩვენებთ. ანუ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სწორედ შერჩეული, ეს არის ის, რაც ხალხს ყველაზე მეტად ჭირდება და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მე მაინც მგონია, რომ ეს არის ძალიან ახლო კავშირში პარტიული რეიტინგის ზრდასთან და ამავე დროს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანის შესრულებასთან, რომ პოლიტიკური გუნდი ჩამოყალიბდეს და ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ გაუჩნდეს დადებითი პოზიტიური მოლოდინი და ნდობა მოსახლეობას. მე მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ცუდად არ მიმუშავია მე 2 წელიწადნახევრის განმავლობაში. ამაზე თუნდაც მეტყველებს ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ქრისტიან დემოკრატები არ არიან მხოლოდ გიორგი თარგამაძესთან ასოცირებულები და მართლა ძალიან საინტერესო და ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა. კვლევების პოლიტიკურ ნაწილში ასევე შედეგებმა აჩვენა ის, რომ მოსახლეობის 42% ნაციონალურ მოძრაობას დაუჭერდა მხარს, რომ იყოს უახლოეს კვირას არჩევნები, ხოლო ოპოზიციაზე ასე გადანაწილდა 11% ქრისტიან დემოკრატებს, 4% ლეიბორისტებს და შალვა ნათელაშვილის პარტიას, 1% კი ალასანიას. დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციამაც გააკეთა კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი, როგორც მოსალოდნელი იყო. შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ის არ ენდობა არც ამ ორგანიზაციას და არც კვლევის შედეგებს. ესვე კომენტარი გააკეთა ირაკლი ალასანიამაც, რომელმაც ისაუბრა სწორედ 1500 გამოკითხული ადამიანის მიღებულ პასუხებზე. ეს გელაპის კვლევა კი არის, ესა გველეშაპის კვლევა. ეს არის ბანდიტი მაკეინის ორგანიზაცია, რესპუბლიკური ინსტიტუტი. მისი პრეზიდენტი გახლავთ საქართველოს დამაქცევარი სააკაშვილის ნათლი მამა ბატონი მაკეინი. ნუ იტეხავენ სახელს და ნუ იფუჭებენ ავტორიტეტს, ეს გელაპებია თუ გორბებია თუ გრინბერგებია თუ სხვა ფულის მაძიებელი პარაზიტები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ ერთს მიაყენონ შეურაცხყოფა. 80% პრაქტიკულად ჩვენი მოსახლეობის არის ჯანდაცვის გარეშე დარჩენილი, 55%-ზე მეტი ჩვენი მოსახლეობის არის უმუშევარი, სოციალური დახმარების პრაქტიკულად შეწყვეტილია და პასუხისმგებლობა აქვს მოხსნილი ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ. აი ეს არის ის კვლევები, რასაც მე ვატარებ ჩემ ხალხთან შეხვედრის დროს და აი ამის გამოსწორება გვინდა თავისუფალ დემოკრატებს. რაც შეეხება გელაპს,
ისინი აცხადებენ, რომ 2.5% არის მხოლოდ ცდომილება ამ გამოკითხვის შედეგად და თავად გელაპი არის ორგანიზაცია, რომელსაც დაკვეთების მიმართ 3 მილიარდ ნახევარი დოლარი ბრუნვა აქვს წლიური, რაც შეეხება თავად გამოკვლევას იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, გარდა პოლიტიკური ნაწილისა, ბუნებრივია ეს მოიცავდა სოციალურ ნაწილს, რეფორმებს, კორუფციას, თუ როგორ ვითარდება ამ კუთხით ქვეყანაში სიტუაცია და როგორ აფასებს ამას ხალხი. ამაზე დღეს ჩემი კოლეგა ნინო გომართელი მუშაობდა, რომელიც გაესაუბრა სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა მთავრობას და ნინო, რაც აცხადებენ, როგორ აფასებენ მთავრობაში და საზოგადოებაში შედეგებს გამოკითხვის. ამ კვლევის მეორე ნაწილი, ლიკა, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ეხება სოციალურ სფეროს, ანუ მოსახლეობის დამოკიდებულებას სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მათი მუშაობის მიმართ. ჩვენ ვესაუბრეთ რიგით მოქალაქეებს. პირველი სფერო, რომელსაც ისინი ასახელებენ, სადაც ყველაზე მაღალი იყო კორუფციის დრო წლების წინ, სანამ რეფორმები დაიწყებოდა, ეს არის მილიცია. დღეს რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს ეს სიტუაცია ფაქტობრივად აღარ არსებობს. ასევე ვიყავით ჩვენ სამოქალაქო რეესტრში, სადაც ყოველდღიურად ემსახურებიან ადამიანებს. იქ რეფორმები დაიწყო 2004 წელს და როგორც რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ ამ მომსახურებით, აცხადებენ, დღეს ძალიან გაუმჯობესებულია მათთვის მდგომარეობა და მათ საერთოდ არ უწევთ იმაზე ფიქრიც, რომ გადაიხადონ ქრთამი გარკვეულწილად მომსახურებაში. კვლევაში, როგორც უკვე იცით, გამოკითხვის შედეგად გამოკითხულთა 98% აცხადებს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მათ მომსახურებაში ქრთამი არ გადაუხდიათ. ისია დედეკო მოწესრიგებული, რომ არ გჭირდება არც ზედმეტი დროს დახარჯვა, არც არაფერი, ერთი ფანჯრის სისტემა, აი ეგ არის არაჩვეულებრივი და მომსახურებაც არის იმ დონის, რომ აქ ზედმეტად წულს არ დაკარგავ. მოდი ხარ ჩააბარებ და დაგიბარებენ ამ გარკვეულ დროში და მოგემსახურებიან არაჩვეულებრივი. იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მოუწესრიგებელი იყო ეს სისტემა. ყოველ ნაბიჯზე შეიძლება ითქვას, რომ გიწევდა თანხის გადახდა, არა ერთისთვის, არამედ მრავალისთვის. დღეს საკმაოდ მოწესრიგებული არის და რესურსებიც კმაყოფილია, როგორც მე, ასევე ნებისმიერი მოქალაქე. კითხვაში რამდენიმე ნაწილი ეხება სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მოსახლეობის ნდობას და ასევე არის ერთი კითხვა, რომელიც ჟღერს ასე ვთქვათ, რომელი სახელმწიფო სტრუქტურები და რომელი სისტემები საჭიროებენ რეფორმას. აქ პრიორიტეტული თემები მოსახლეობისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის არის ჯანდაცვის სისტემა, ეკონომიკა ქვეყნის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სისტემა და სასამართლო სისტემა. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ ამ უწყებების ხელმძღვანელ პირებს, ისინი ამბობენ, რომ ეს ის სფეროებია, რომლებიც თითოეულ რიგით მოქალაქეს ახდენს გავლენას, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული რეფორმები ბოლომდე მივიდეს. დემოკრატიული სისტემის საბოლოო დამკვიდრებისათვის არის აუცილებელი, რომ ასეთ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი ობიექტური სასამართლო. ამის გარეშე დემოკრატიაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ თავიდანვე 2004 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო საერთოდ რეფორმები საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ერთ-ერთი მთავარი იყო სასამართლო სისტემის რეფორმა და ყველა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი პოლიტიკური ხელისუფლებიდან, სასამართლო ხელისუფლებიდან ამას აღიარებდა და სურვილი ჰქონდა, რომ ეს დაწყებულიყო და მისულიყავით, თქვათ, იმ დონეზე, რასაც ქვია მართლაც ობიექტური სასამართლო სისტემა. ის რომ ჩვენი რეფორმებისა და ჩვენი საქმიანობის მიმართ გაიზარდა მოსახლეობის ნდობა 20%-ით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის არის სტიმულის მომცემი, თუმცა კი რეფორმების ტალღა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ სანამ არ მივახცევთ იმ მაქსიმალურ ზღვარს, ძალისხმევას არ დავიშრურებთ იმისათვის, რომ განათლების ხარისხი იყოს ძალიან დიდი ნდობის ვოტუმი ჩვენს მოსახლეობაში. მთლიანობაში ძალიან დიდი წილი ქვეყნის ეკონომიკაში განპირობებულია ჯანდაცვის და სოციალური სფეროდან გამომდინარე. და ეს ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე, მათ კეთილდღეობის ინდექსზე და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ სისტემაში გეგმავთ საკმაოდ სერიოზულ რეფორმებს. კითხვარი ასევე ეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას სახელმწიფო საგარეო პოლიტიკისადმი. 76% გამოკითხულთა ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. კითხვა ეხებოდა ასევე საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს სახელმწიფოს და ვინ მიაჩნია მოსახლეობას საქართველოს მტრად. აქაც პასუხი არის ერთსულოვანი. მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ნომერ პირველი პარტნიორი საქართველოსი არის ამერიკის შეერთებული შტატები და ნომერ პირველი მტერი არის რუსეთის ფედერაცია.